ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ბზის მოჭრაზე ზომები მკაცრდება, იზრდება ჯარიმის რაოდენობაც, მისი მოცულობა 500-დან 2000 ლარამდეა. იმ შემთხვევაში თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმე სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ინფორმაცია სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყება ბზის მოპოვებას უშვებს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობის საფუძველზე. მოგეხსენებათ, რომ კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას ნუ დაარღვევენ კანონს და თითოეულ გამოვლენილ ფაქტზე გასული წლების მსგავსად აუცილებლად გატარდება შესაბამისი მკაცრი სანქციები.